Aortocoronaris შუნტირება არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება გულის კორონარული დაავადებების დროს. ამ დროს ხდება შევიწროებული ანათრობი ატერიოსკლეროზის აღდგენა შემოერთი გზით და ამ დროს უმჯობესდება გულისათვის მიწოდება ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების. და როგორც ყველა ორგანოს გულს ჭირდება საკვები და ჟანგბადი, შესაბამისად აბუქციას ასრულებს მარჯვენა და მარცხენა კორონარული არტერიები. როდესაც განმავლობაში შეიძლება რომ ეს არტერიები შევიწროდეს ან დაითრომბოს ან ცხიმოვანი ფოლაქები გაჩნდეს, რასაც ათეროსკლეროზი უწოდებენ ხოლმე და ახლა განახებთ როგორ გამოიყურება ეს. აი ეს ცხიმოვანი ფოლაქი გამოიყურება ასე, რომელსაც ათეროსკლეროზი უწოდებენ ხოლმე და ახლა განახებთ მეორე ფოტოს იქ უკეთესად. აი ამ სურათზე უფრო უკეთ ჩანს. აი ეს ყვითელი რომ არის, ეგ არის ცხიმოვანი ფოლაქები, რომელსაც ათეროსკლეროზი უწოდებენ ხოლმე და ის უშლის სისხლის გადაადგილებას, შესაბამისად სჭირდება მას დროული მკურნალობა, ან სტენტირება, ან კიდევ ყველა ცუდ შემთხვევაში შუნტირებაც და შესაბამისად უდროულად არ მკურნალობთ, მამა შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოთ. ამიტომ ოკეი. ახლა განახებთ შემდეგ ფოტოებს. ამ კორონარულმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის უკანა მხარეს ტკივილი და ზუსტად ეს შუნტირება მოიცავს იმას, რომ ეს ტკივილი შემსუბუქდეს და გაქრეს. შესაბამისად, ეს ტკივილი ზოგადად გამოწვეული არის გულისათვის ჟანგბადით გაჯერებული სისხლის შემცირების. შესაბამისად, ეს შუნტირება ამას უზრუნველყოფს, რომ გულს მიეწოდოს ჟანგბადით გაჯერებული სისხლი. ხო. და ამ შუნტირების დროს სხეულის სხვა ნაწილებიდან იღებენ ამ სისხლძარღვებს და აკერებენ შევიწროებული არტერიის ზედა და ქვედა ნაწილში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. შესაბამისად, ახლა გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. კონკრეტულად ეს სურათი ასახავს აი იმ სისხლძარღვს, რომელსაც ფეხიდან იღებენ და ზოგადად ამ შუნტირების აღება ხდება, ან სისხლძარღვის აღება ხდება ფეხიდან, გულმკერდის არიდან და მხრიდან და ამ შუნტების რაოდენობა არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაზიანებული არის სისხლძარღვი და რა დონემდე არის დაზიანებული. შეიძლება შესაძლოა 1, 2, 3 ან 4 შუნტირება. ამ შესაბამისად სახელის აქედან გამომდინარე არის 2 მაგი, 3 მაგი ან 4 მაგი შუნტირება. 1 მაგით შეიძლება ხო. ოპერაცია ხდება სრული ანესთეზიის ქვეშ. შესაბამისად პაციენტი ზინავს და ოპერაციამდე პაციენტმა არ უნდა მიიღოს 6 საათით ადრე საკვები და სრული შემთხვევაში თუ სულ შეუძლია დალიოს წყალი ძალიან ცოტა რაოდენობით, მაგრამ ოპერაციამდე 2-3 საათით ადრე. იმისთვის რომ პრობლემები არ გამოიწვიოს. ხო, ოპერაცია როდესაც დაიწყება, ქირურგი გააკეთებს განაკვეთს, თუ სტანდარტულად აკეთებს, მაშინ გულმკერდის შუა ნაწილიდან გააკეთებს, აიქ წითლად რომ არის აიმასე. ანუ ოღონდ უფრო გრძლად, მაგრამ თუ მინინვაზურად კეთდება, მაშინ ძალიან პატარა განაკვეთებს აკეთებენ და ამ ხელაზე აღარ ხსნიან და ძალიან მარტივი ხდება გამოჯამთელებაც ოპერაციის შემდგომ, რაც ძალიან კარგია. შემდგომ აი მოწყობილობის საშუალებით თქვენს გულმკერდს გადახსნიან, რაც საშუალებას აძლევს ქირურგს, რომ მიწვდეს თქვენს გულს და უკეთესად იმუშაოს. უკეთესად აჩვენებთ. აი ამ სურათზე უკეთ ჩანს, აი ამ მოწყობილობით გადახსნის, მაგრამ დღეს კეთდება აი ესეთი ოპერაციები, რომლის დროსაც ქირურგი აღარ აჩერებს გულს და მომშავე გულზე კეთდება ეს შუნტირებაც. რაც ძალიან კარგი არის, აი ამ სტაბილიზატორს ადებენ, შესაბამისად ის მონაკვეთი, რაზეც უნდა იმუშაონ, ის დროებით ჩერდება, შესაბამისად უკვე ქირურგს აქვს საშუალება, რომ ძალიან კარგად იმუშაოს ამ გულზე. შესაბამისად, გამოჯამთელებაც უფრო მარტივი ხდება, იმიტომ რომ ხელოვნურ გულზე ან გულის მუშაობაზე აღარ უწევს ამ სისხლს ან გულს გადასვლა, შესაბამისად გულიც ნაკლებად ზიანდება, იმიტომ რომ არ ერჭობა ის რაღაცები. ახლა განჩვენებთ როგორ გამოიყურება ეს ხელოვნური გულის აი ესე გამოიყურება იმ ხელოვნური გულის და სისხლის მოგცევის აპარატი, მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს გულს, რომ ოპერაციის მსვლელობისას გული იყოს გაჩერებული, მაგრამ ტვინს მიეწოდოს ჟანგბადი იმისთვის, რომ არ გარდაიცვალოთ. აი ეს არის ის სტაბილიზატორი, რის საშუალებითაც ხდება იმ კონკრეტული გულის ადგილის გაშერება, სადაც უნდა გაკეთდეს ოპერაცია. ზოგადად ეს შუნტირებაზე გამოიყენება ხოლმე, ხო? და ის ორი კბილებივით რო აქვს, აი ეგ დამაგრდება იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც უნდა გააჩერონ. რა თქმა უნდა, ოპერაციის დაწყებამდე თქვენ ანესთეზიოლოგი და ქირურგი გაგესაუბრებათ, რომელსაც შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები და მიიღოთ ინფორმაცია, მაგრამ ანესთეზიოლოგი შეგეკითხებათ თუ გქონდათ თუ არა წარსულს გაკეთებული ანესთეზია, ხართ რაიმეზე ალერგიული თუ არა და ასეთი კითხვები იქნება. ქირურგი კიდე გაგესაუბრებათ და მოგაწვით ინფორმაციას ამ ოპერაციის და პროცედურის შესახებ. და შეგიძლიათ კითხვები დაუსვათ. და რა თქმა უნდა, ოპერაციის დაწყებამდე თქვენ უნდა გაიკეთოთ ანალიზები, გაკეთებენ იქ სამწყობოში, ელექტროკარდიოგრამას
გადაიღებთ და მომისად ფიზიკურ განკურნებასაც ჩაიტარებთ და ასე შემდეგ. გავავარკვევთ თქვენს ჯანმრთელობას. და პაციენტი უნდა დაყოლმდეს 7 დღის განმავლობაში საავადმყოფოში, იმისთვის რომ მოხდეს მის სრული გამოჯამთელება, და მომისად დავაკვირდეთ იმისთვის რომ არ განვითარდეს ოპერაციის შემდგომი გართულებები, როგორიც არის ინფარქტი, ინსულტი, ინფექცია და ასე შემდეგ არითმია, ხო? ეს მნიშვნელოვანია. ესე მომისად თქმა უნდა ეს გამოჯამთელების პერიოდი არის ინდივიდუალური და ყველა ერთნაირად ვერ ჯამთელდება, მაგალითად ზოგს ჭირდება 6 კვირა, ზოგს ჭირდება 12 კვირა, ზოგს 1 კვირა, ზოგს აი ესე რა, გააჩნია თუ როგორ გააკეთებთ, თუ მაგალითად მინინვაზიური გაკეთდა, ძალიან მარტივად შეიძლება გამოჯამთელდეს. თუ ჩვეულებრივი სტანდარტული გულის ღია ოპერაცია გაკეთდა, მაშინაც შეიძლება ძალიან მალე გამოკეთდე და გამოჯამთელდე, მაგრამ თუ წავიდა ოპერაციის შემდგომი გართულებები, ზოგს მაგალითად ჭირდება 6 კვირა გამოსაჯამთელება, ზოგს 12 და ზოგს ასე რა. გააჩნია ეხლა რა მდგომარეობას და ასეთ რაღაცები. პროცედურა არის ასეთი, სტენტირება, რომელიც გაკეთდება თუ ძალიან საჩქარო არ არის მაგალითად შუნტირების გაკეთების საჭიროების და თუ მაგალითად სტენტირება გაკეთდება და ეს შედეგს გამოიღებს, შესაბამისად შუნტირება აღარ გაკეთდება და თუ მაშინ ეს სტენტირება შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ლოგიკურია რომ გაკეთდება შუნტირება და განახებთ როგორ გამოიყურება ეს სტენტირება. ძალიან კარგ შემთხვევაში ეს სტენტირება შველის ხოლმე და ეს უკეთესი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ უფრო მარტივად ხდება გამოჯამთელება და არ არის ძალიან დიდი ჭრილობები და ასე შემდეგ. შესაბამისად ეხლა გაჩვენებთ მაგ ფოტოს. აი ესე გამოიყურება სტენტირება, აი ამ კორონალურ არტერიაში დათრომბილი ან ფოლაქი წარმოქმნილი. აი ყვითელი რომ არის, პირველ ფოტოზე არის წარმოქმნილი ცხიმოვანი ფოლაქი, რომელიც უშლის სისხლის მოძრაობას, შესაბამისად ქირურგი შეიყვანს ამ სტენტს, შესაბამისად ეს სტენტი გაბერავს შემდგომ ეს ქირურგი და დატოვებს აი ესე და ეს ცხიმოვანი ფოლაქი გაქრება, შესაბამისად უბრალოდ გაიწევა და სისხლთავისუფლად იმოძრავებს აი ამ სეტკაში. ბადე თუ რაც ქვია ხო სტენტში. შესაბამისად თუ ეს გაამართლებს, მაშინ შუნტირება აღარ დაჭირდება, მაგრამ თუ არ გაამართლებს, შესაბამისად შუნტირება დასჭირდება.